ანაკლის მომავლის ბანაკში დასასვენებლად ჩამოყვანილი უკრაინელი მოზარდები დღეს სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა და უკრაინის ელჩმა მოინახულეს. მომავლის ბანაკი მომავლის წინან სავარაუდოდ საერთაშორისო ბანაკის სტატუსს მიიღებს. უკრაინელი ბავშვები კონფლიქტის ზონიდან ანაკლიაში 16 სექტემბერს ჩამოიყვანეს და ისინი აქ თვის ბოლომდე დარჩებიან. ჩვენ გადავწყვიტეთ მოგვეპატიჟებინა გაზარალებული რეგიონებიდან ბავშვები და გვემასპინძლა მომავლის ბანაკში, რომ ეს ბანაკი მომავალშიც გაგრძელდება, ამ ბანაკს სტატუსი უნდა მიეცეს საერთაშორისო, რადგან მარტო უკრაინელი არა, სხვადასხვა ქვეყნებიდან არის მოთხოვნები ჩამოსვლა და ჩვენ ბავშვებთან ერთად ბანაკში ყოფნა და ვფიქრობ, ეს ძალიან კაი წამოწყება. მათ დაათვალიერეს დადიანების სასახლე, იყვნენ მარტვილში დაათვალიერეს კანიონი. სამეგრელოში ბევრი რამ დარჩა სანახავი და მე იმედი მაქვს, რომ კიდევ ჩაგვესტუმრებიან.